რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. მოდი სტუმრები წარმოადგინოთ და შემდეგ ვისაუბროთ თემაზე სტუდენტური დღეები 2014, რომელიც წელს განსაკუთრებით მასშტაბურობით გამოირჩევა. რატი ბრეგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტატა ხვედელიანი პროექტის კოორდინატორი და ავთოადიშვილი შარშანდელი გამარჯვებულია და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტია. უკვე მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. როგორც ვთქვით, ხვალ იწყება ღონისძიებები, ხო? ხვალ გვაქვს 8 მაისს 20 საათზე ვარდების მოედანზე გახსნის საძეიმო ცერემონიალი და ჯგუფი ფრანის კონცერტი. ანუ გახსნაც ისეთია, მე მგონი, პომპეზური და სადღესასწაულო იქნება, ხო? და ახალგაზრდული სტუდენტური. კი, ნამდვილად. მე აღნიშნე, რომ განსაკუთრებით მასშტაბურია წლევანდელი სტუდენტური დღეები 47 არ მინდა შემეშალოს 47 უმაღლესი სასწავლებელი იღებს მონაწილეობას. მოიცავით, ხო? ყველა ერთად ჩაერთეთ, ასე ვთქვათ. რამდენად აქტიურები არიან სტუდენტები და რამდენად თავად გამოთქვამენ სურვილს, რომ მონაწილეობა მიიღონ სტუდენტურ დღეებში? ნამდვილად ვეცადეთ, ძალიან გვინდოდა, რადგან შარშან ყავდა 53 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობის მიმღები. წელს დააფიქსირდა 47 უნივერსიტეტი, ძალიან ჩართულები არიან, ძალიან აქტიურები არიან, რადგან იციან, რომ ზუსტად ეს ერთთვიანი მარათონი, ასე ვთქვათ, ღონისძიების კასკადი პირდაპირ მოქმედებს იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს, ვინ გახდება გამარჯვებული გრან-პრის მფლობელი, რადგან ყველა ღონისძიების გამარჯვებიდან შეკრებილი ქულებით დგება შემდეგ გრან-პრის საპრიზო ადგილი. აქედან გამომდინარე, ეხლა უკვე ძალიან აქტიურები არიან. ავთო იყო წინა გამარჯვებული. ჯერ ავთოსთან ვაკეთებ. მაინტერესებს, ანუ სად გაიმარჯვა, როგორ გაიმარჯვა და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. როგორც ტატამ აღნიშნა, ნამდვილად ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს სტუდენტობას მისი ჩატარების განმავლობაში და ეს არის პროექტი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველწლიურად სულმოუთმელად, ასე ვთქვათ, ველოდებით და მასში მონაწილეობა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თუ გადავავლებთ თვალს ზოგადად სტუდენტური დღეების ჩატარების, ასე ვთქვათ, ჩატარების ისტორიას, 2011 წლიდან ტარდება და პირველი გამარჯვებული, ისევე როგორც შარშანდელი გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. რითი იჩენს ასე თავს? ვფიქრობ, რომ ამ კითხვას პასუხი მარტივია. ჩვენ სტუდენტურ დღეების დამთავრებისთანავე ვცდილობთ, რომ დავიწყოთ მომავალი სტუდენტურ დღეებისთვის მზადება და ეს გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ორგანიზებით უნივერსიტეტის ფარგლებში ტარდება ყველა ის ღონისძიება, ყველა ის აქტივობა, რაც საბოლოო ჯამში მომავალში უკვე სტუდენტურ დღეების ეგიდით ტარდება. ანუ ჩვენ ვცდილობთ უნივერსიტეტის ფარგლებში მაქსიმალურად გამოვავლინოთ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტები, რომლებიც შემდგომ შეეცდებიან უნივერსიტეტს მოუტანონ გამარჯვება და წარმოაჩინონ თავიანთი უნივერსიტეტი. უნდა ითქვას, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და აქტიურად უჭერთ მხარს ახალგაზრდებს და ეს ძალიან დასაფასებელია ნამდვილად. ამ პროექტის შესახებ რომ გვესაუბრე სტუდენტური დღეები, დიდი ძალისხმევა ჩადეთ, როგორც ხვდები, ახლა რომ ვუსმენ ჩვენ სტუმრებს. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა კომპლიმენტისათვის და მთელი ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მართლა ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიების მომზადებაში. ქალბატონი ტატა არის კოორდინატორი და ასე ვთქვათ, მისი უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს ეს პროექტი. და მინდა ხაზი გაუსვა თვითონ ამ პროექტის მნიშვნელობას როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის, რა განსაკუთრებული ხდება წელს. პირველ რიგში გვიხარია ის, რომ რეკორდული ციფრი გვაქვს უმაღლესი სასწავლებლების, ეს არის 47. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სახელმწიფოს პოლიტიკიდან გამომდინარე ის, რომ პირველად ღებულობენ მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები. ისინი მიიღებენ მონაწილეობას როგორც პარაკალათბურთში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებში და ერთ-ერთი მთავარი ასევე არის თვითონ სლოგანი სტუდენტური დღეებისა ევროპული მომავლისათვის. როგორც იცით, ეხლა ვიმყოფებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში და სწორედ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, რომ მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის პროცესისა იყოს ერთიანი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ათასობით სტუდენტი და უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება, მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა იქნება ერთიანი. ბუნებრივია ახალგაზრდების მონაწილეობა ამ პროცესებში ასევე გამოიწვევს მათი მშობლების მონაწილეობას, ასევე
ეს პროექტი განხორციელდება რეგიონებში და ასე ვთქვათ, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ეს პროცესი ძალიან აქტიურად შეუწყობს ხელს. ეგ ახალგაზრდები მე თვითონ გახდებიან მშობლები და დამკვიდრდება ეგ პროცესზე. ეს არის რომ თავარი სლოგანი, ეს არის როგორც გითხარით, ევროპული ინტეგრაცია, მაქსიმალური რაოდენობა, რეგიონები და საერთო ახალგაზრდული კონსოლიდაცია და რაღაც განწყობა ისეთი ერთიანობის. რა კარგია ჩვენს და გარდამისა ემატებაც არ ხდებოდა. ჩვენ იცი და ჩემი სტუდენტების გამოდიოდა თურმე აჭარულის და სამაიათის სტუდენტები. კი, იყო ასეთი შემთხვევაც, მაგრამ აი ესეთი მასშტაბური ხასიათის არ იყო, ძირითადად რაღაცა მცირე ღონისძიებებით შემოიფარგლებოდა და მცირე აქტივობა. განსხვავება, რომ აი სტუდენტური დღეები არათუ პოპულარობას კარგავს, პირიქით ყოველწლიურად უფრო იზრდება მის პოპულარობა. აი პერიოდი იყო, როდესაც მართლა არ იყო პოპულარული სტუდენტური დღეები. ადამიანს აზარტის ემატებოდა. რაღაცა განსაკუთრებულად გაჟღერდა, იმიტომ რომ ჩვენ დავინტერესდით და ამიტომაც ვარ უფრო ინფორმირებული თუ მართლა უფრო გაჟღერდა ეს არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ რა არის მთავარი მიზეზი? რაღაცა რა ელემენტების დამატება აი ამ ღონისძიებისთვის? ნუ მთავარი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჩვენ ვეცადეთ მოგვეცვა ყველანაირი სახის სეგმენტი. ანუ თვითონ სტუდენტური დღეების ფორმატში არის როგორც სპორტული მიმართულება, ეს არის 9 ღონისძიება, ანუ 9 სახეობაში ტურნირი, ასევე კულტურულ შემოქმედებითი და ინტელექტუალური. ანუ ყველა ის სტუდენტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაღლილია დაძაბული გრაფიკით ცხოვრობს, მას შეუძლია გართობის ალტერნატიული გზა შევთავაზოთ, ანუ მას შეუძლია იმღეროს თუ ვერ მღერის, სპორტით დაკავდეს თუ არ არის სპორტული, ხო თუ არ არის სპორტული, ხო. და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არის ის, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და წელს კიდევ ჩავდეთ ის, რომ ძალიან გვინდა არასაუნივერსიტეტო ქალაქების გააქტიურება. ანუ სწორედ ის საკონკურსო დღეები, რომელიც შარშან წინ ტარდებოდა საუნივერსიტეტო ქალაქებში, იყო ქუთაისი, იყო ბათუმი, წელს გვაქვს ხობი, გვაქვს ჭიათურა, გვაქვს ფაქტობრივად მთელი საქართველო მოიცავით, ხო, ყველა რეგიონი თითქმის. დიახ, ანუ ძალიან გვინდა რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ლოკალურად ამ ქალაქებში ცხოვრობენ, ისინი გააქტიურდნენ, მოვიდნენ ღონისძიებაზე, ქონდეთ мотиваცია იმისა, რომ რაღაც თავისი შექმნან და ასე. როგორ შეხვდნენ რეგიონებში ახალგაზრდები სტუდენტები ამ ინიციატივას, ვინც წელს დაემატა მათ გულისხმობს? ძალიან კარგად, რადგან აქტივობა რამდენად მაღალია. და ალბათ ესეც არის იმის მიზეზი, რომ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ადრე იყო ლოკალურად მხოლოდ თბილისზე გათვლილი ეს პროექტი, ხა არის მთელი საქართველო, ეს არის ახალციხე, ეს არის ბათუმი, ქუთაისი, სხვა უნივერსიტეტები და ნუ შესაბამისად ამ ქალაქებში ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს. სულ ვამბობთ იმას, რომ აი დარბაზი არის სულ ძალიან მცირე აი ამ პროექტისთვის, რადგან ძალიან ბევრი მსურველია დასწრების. იმის გარდა რომ დაუშვათ გვხდება მთელი ჯარი მაყურებლების ამ ქალაქებში, არის თბილისიდან ჩასული გულშემატკივრები, რადგან ერთ-ერთი ნომინაცია ამ პროექტში არის საუკეთესო გულშემატკივარი და ანუ ეს უნივერსიტეტები მოტივირებულები არიან იმაზე, რომ საუკეთესო გულშემატკივრობა აჩვენონ ნებისმიერ ღონისძიებაზე. ანუ სხვადასხვა ნომინაცია და არ გამოგივა რომ არ იყო რაღაც მონაწილე. რაიმე სტანდარტებს თუ აწესებთ, როგორ უნდა წასხდნენ უნივერსიტეტები სტუდენტურ დღეებში? რაღაცა ნორმები და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან ორგანიზებულად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი და ეს არის სხვადასხვა მიმართულებები დაუშვათ კულტურულ შემოქმედებებში, ეს არის ხალხური და თანამედროვე ცეკვა, ხალხური და თანამედროვე სიმღერა, ასევე თეატრალური, იუმორისტული, ორიგინალური დადგმები, მხატვრობა და ფოტოხელოვნება და სპორტის 9 სახეობა, ეს არის პეინტბოლი, ეს არის მკლავჭიდი, ქუჩის კალათბურთი, როგორც დრატი აღნიშნა, პარაკალათბურთი წელს პირველად, უბრალოდ მეორედ, უბრალოდ ძალიან მასშტაბურად ვაპირებთ ამის გაკეთებას. კალათბურთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ანუ ეთნიკოსარგებლეებისთვის. და სხვა კიდე სპორტის სახეობები, ასევე ინტელექტუალური მიმართულება, რომელშიც არის რასადროდისი ჩემპიონატი, ასევე დებატები ევროპის თემაზე და ემთხვევა 9 მაისს, ჩვენ ზუსტად მე პირველივე ღონისძიება ამით ვიწყებთ, სლოგანიდან გამომდინარე და სტრატეგიული თამაში, ეგრეთ წოდებული City Game, რომელიც ძველ მცხეთაში ჩატარდება, შარშან იყო ძველ თბილისში, ანუ ეს ყველა ქალაქიდან ჩამოსული სტუდენტები, სხვა მინიშნებებით და ძალიან საინტერესოდ
ასპარეზობდნენ ამ მიმართულებაში წელს იქნება ქალაქ მცხეთაში. აღნიშნე და ახსენე შენ უფრო სწორად ნომინაციები, ანუ მე როგორც მივხვდი სხვადასხვა ნომინაცია და გამარჯვებულს ვინ ავლენს? ვინ არის ჟიური? გამარჯვებულს ავლენს კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა სახეობაში. ინესტარ შეგვიძლია რომ გავაჟღეროთ ვინ არის? ინესტარ არ ვაჟღერებთ როგორც წესი, ანუ არის თემატური, განსხვავებული, რადგან დაუშვათ სიმღერის დღეს არის დაკომპლექტებული მომღერლებით, დაუშვათ პედაგოგებით და ნუ ასეთი სეგმენტით. პროფესიონალების სპორტულ სახეობებს რა თქმა უნდა მსაჯები ყავს და ნუ ვლინდება გამარჯვებული და ინტელექტუალურსაც თავისი ჟიური ყავს და თავისი მსაჯები. ყველაფერი შესაბამისად თემისა. და განსხვავებული. ადგილი ყოველთვის ერთი და იგივეა ლოკაცია? არა, ლოკაცია როგორც თქვით უკვე რეგიონში გვაქვს წელს ხობი, გურჯაანი, ჭიათურა და ბათუმი, ეს არის სხვადასხვა საკონკურსო დღეები, მეორე ტური. რაც შეეხება სპორტულ სახეობებს, ეს არის მთელ თბილისში, ანუ სხვადასხვა ხალხმრავალ ღიაცის ქვეშ ადგილებში. შიდა სამზარეულო ყოველთვის ძალიან საინტერესოა. კი, დეთანხმებით. რა ხდება შიგნით? გულშემატკივრები ახსენეთ და ახსენეთ ის ნომინაცია, რომელიც დაწესებულია გულშემატკივრისთვის, აი თუ არის ხოლმე უნივერსიტეტებს შორის რაღაცა დაპირისპირება, გულშემატკივრების დაპირისპირება ის კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, არის კონკურსი იქნება, რასაც საკონკურსო. არა მარტო სტუდენტებს შორის და თვითონ ან პროცესი არის ძალიან ჯანსაღი. წელს მაგალითად გახსნა ქონდა ანუ დაანონსება ასე ვთქვათ პროექტის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც შარშანდელი გამარჯვებული იყო და უნდა ნახოთ თვითონ ანუ ლექტორები, უფროსი თაობის წარმომადგენლები როგორ გულშემატკივრობენ და აქვე ძალიან კარგი ადამიანი რომელიც არის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი არჩილი უნდა გენახათ თვითონ როგორ აქტიურობდა ამბობდა რომ იმედია რომ წელსაც ეს ყველაფერი ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება რაც მაგრები ვართ გებეიშნიკები ვართ იმედიდან მოდიოდა სლოგანებიც იყო ჩართულობა არის ძალიან დიდი ასევე აუცილებლად გამოყოფთით გია რომელი უნივერსიტეტი ბატონ გია კავთელიშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ჩვენ წინა გამარჯვებული სეუს რექტორს რომელიც ასევე ძალიან აქტიურად გულშემატკივრობს მთელ ამ პროცესს და ერთი სული აქვს რომ მოიგოს და ასე თქვათ თვითონ რექტორების მაქსიმალურ ფსონს ჩამოდიან იმისათვის რომ სტუდენტებმა ასე ვთქვათ კარგად წარმოაჩინონ თავიანთი უნივერსიტეტი ხელს უწყობენ თქვათ იმ პროცესშიც რომ თქვათ მიუხედავად იმისა რომ მათ ლექციები უცდებათ მაქსიმალურად ცდილობენ რომ ხელი შეუწყონ და იმ დონეზე არიან ჩართული თვითონ გულშემატკივრობაში რომ ხშირად მათ სტუდენტებისაგანაც კი ვერ განარჩევთ და შესაბამისად ეს ქმნის რაღაც ერთიან ძალიან სასიამოვნო გარემოს რომელშიც უკვე გარჩევა აღარ არის იქ ვინ არის ლექტორი ვინ არის რექტორი ვინ არის სტუდენტი და ეს მთელი უნივერსიტეტი გადაქცეულია ხოლმე ერთიან ორგანიზმად და ბუნებრივია როგორც ყველა შეჯიბს ასევე სტუდენტურ დღეებსაც ყავს თავის გამარჯვებული და მე მგონი სასწავლებლისთვისაც პრესტიჟია, როდესაც გახდათ უკვე პრესტიჟად გიქცა და სახელია. ეს უკვე წელსაც და შაშანიც ეთყობოდა რომ უნივერსიტეტს აიგივე დეკანს და სხვა სასწავლო პროცესის მონაწილეებს მათ შეგნებული აქვთ რომ ესა თუ სტუდენტი წარადგენს მათ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის ასე. ხვალ დაიწყება და როდის დასრულდება? სავარაუდოდ დახურვა იქნება 6 ივნისს. ეს იქნება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, როგორც ჩარშან, იქ იქნება მონაწილეთა დაჯილდოება და ასევე საუკეთესო ნომრები, რომლებიც აი ამ ერთთვიანი ღონისძიებებიდან აირჩევა. ცენტრალური უნივერსიტეტი თუ იღებს მონაწილეობას და ის ვინც არ ვართ სტუდენტები, შეგვიძლიათ თქო რა ჩვენს უნივერსიტეტებს გულშემატკივრად მოვიდეთ. რა თქმა უნდა, მოვიგო ნომინაციათან. იქნებ მოვიგო ნომინაცია. თითქოს ადრე უნდა გულშემატკივრობა ყველა შეგიძლიათ და იმისათვის რომ კარგად უგულშემატკივროთ აი მაშინ ვისარგებლოთ დიდი მადლობა მოგცეთ დიდი მადლობა ამ გახსნაზე დასწრება თავისუფლების შესაბამისად მაყურებელს შეგვიძლია უთხრათ რომ ხვალ რომელ საათზე არ ხვალ 8 საათზე ვარდების მოედანზე დასწრება არის თავისუფალი უბრალოდ სიმბოლურად გადმოგეცით ამის გარეშეც შეგიძლიათ მიხვიდეთ დიდი მადლობა თქვენ მეგობრებს აუდიტორებმა წარმატებებს გისურვებთ წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის რეკლამის დრო ხო დაგვირგვინდებით რამდენიმე წუთში გრანდიოზული მუსიკალური მეგა შოუ ერთ-ერთში. როგორ ემზადებიან მეოთხე ლაივისთვის პროექტის მონაწილეები და რა ხდება კულისებში? პირდაპირ ჩართვა რეპეტიციიდან.